მოდით აბა გავაგრძელოთ ღვთის სიტყვის მოსმენა, ნებისმიერი დღესასწაული რაც არ უნდა იყოს, ყოველივე მეტყველებს რაღაც მთავარზე, რაღაც მნიშვნელოვანზე, აუცილებელზე. და ეს არა მარტო იესო ქრისტეს დედამიწაზე ცხოვრების დროს 2000 წლის უკან, დღევანდელობაშია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან დიდი კავშირი აქვს ჩვენს ცხოვრებაში და ყველა ქრისტეს მორწმუნის ცხოვრებაში. ვიდრე წავიკითხავდეთ, მინდა გითხრათ, რომ ქრისტემ რაც დედამიწაზე მან ცხოვრებისეული გზა გაიარა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით სახარებიდან, მოციქულთა წერილებიდან. უნდა ითქვას, რომ ანალოგიურად ჩვენი ცხოვრება და დღევანდელი ქრისტიანების ჭეშმარიტი ქრისტეს მორწმუნეების ცხოვრება მაქვს მემხედველობაში. და არა ისე ზოგადი. ფეხ და კვალ მისდევს იმ ქრისტეს განვლილ ცხოვრებას. თუნდაც დავიწყოთ, რომ იესო ქრისტე რომ მოვიდა დედამიწაზე, პირველად მოხდა მისი შობა და განკაცება, ხო? ქრისტეს შობა, ერთ-ერთი გამოჩენილი და გამორჩეული დღესასწაული. და ვზეიმობთ მთელი საქრისტიანო ამას. ქრისტეს შობას ხო აქვს კავშირი ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს შემთხვევაში და ჩვენთან მიმართებაში, ყველა მორწმუნის მიმართ, რა თქმა უნდა. უშუალო კავშირი, ძალიან მჭიდრო კავშირი და ჩვენ გვახსოვს სახარებიდან, რომ ერთხელ ნიკოდემოსი მივიდა ქრისტესთან სასაუბროდ. მას აინტერესებდა ქრისტეს პიროვნება. რომ უფრო ახლოს, უფრო ერთ-ერთზე და პირადად გაეცნო და გაეგო, რომ ბოლოს და ბოლოს ვინ იყო ეს მოძღვარი, ეს განსაკუთრებული მოძღვარი, რომელიც იმ დროინდელ მოძღვრებთა შორის გამორჩეული იყო და უფრო ძალმოსილი იყო. და ზუსტად ეს უთხრა ნიკოდემოსმა, არავის ძალუც ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორცაც შენახდე. და საიდან მოხდა, რომ ნიკოდემოს გაუჩნდა ეს სურვილი? რომ ვიფიქროთ უბრალოდ, შემთხვევით მოხდა, თუ ღვთისაგან იყო ესა. ალბათ თუ დავფიქრდებით, ეს ღვთისაგან იყო, რომ ნიკოდემოს გასჩენოდა სურვილი და ის გადაწყვეტილება და თუნდაც მასთან მისვლის ეს შესაძლებლობა, რომ მივიდა სინამდვილეში. და რატო? იმიტომ რომ მასა სჭირდებოდა პირველ რიგში. როგორც მოგვიანებით უთხრა ნიკოდემოს, რომ შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და ნუ თუ ეს არიცი. რაზედაც ქრისტე ესაუბრებოდა და რაზე ესაუბრებოდა, ჩვენ ვიცით, სახარებაში სერია, რაც ქრისტემ უთხრა, რომ ვერ იხილავს კაცი ღვთის სასუფეველს, თუ იგი ხელმეორედ არ იშვება. და სახტად დარჩა ნიკოდემოსი, იმიტომ რომ მას არასოდეს არ გაეგო ამ საკითხზე არაფერი. და რაღაცა წუთები ალბათ ამაზე დიალოგი გაიმართა. და ბოლოს და ბოლოს, რა ვიცი, გაიგო თუ არა, ესეც კი ბოლომდე გაუგებარია. არადა იესო დაჟინებით უხსნიდა და დეტალურად უხსნიდა, რას ნიშნავდა ხელმეორედ შობა. რაზე ვიძახით ახლა, ეს კი არ არის ჩვენი დღევანდელი ქადაგების თემა ნიკოდემოსზე და იმაზე, მაგრამ ჩვენ ავთქვით, რომ რა კავშირია აქ დღეს ქრისტეს განვლილ ცხოვრებას დღევანდელ მორწმუნე ქრისტიანებს შორის, რა კავშირი აქვს? იესო იშვა და ქრისტეს შობა მოიტანა ჩვენი ხელახლა შობა, როგორც ნიკოდემოსთან საუბარში. ჩვენ გავიარეთ ეს ეტაპი, გავიარეთ ეს გზა, ჩვენ განვიცადეთ და მივიღეთ ზეციდან შობის მდგომარეობა. თუ რა არის ესა, როცა ვირწმუნეთ მაშინ, როგორც პავლე იძახის, ჩვენ ვიცით, მართლა ვიცით ჩვენ, ბევრმა ეს სამწუხაროდ არ იცის, ძალიან ბევრმა ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანმა არ იცის, ვინ არის, რას ნიშნავს ახალი ქმნილება, მაგრამ პავლე იძახის ამას სახარებაში, კორინთელთა წერილში, რომ ის ვინც ქრისტეშია, ის არის ახალი ქმნილება. და ვინ არის ეს ახალი ქმნილება?
რატო ელაპარაკებოდა იესო ნიკოდემოს ზეციდან შობაზე? იმიტომ რომ მაშინ არ იყო ეს ზეციდან შობა. ზეციდან შობა არ ახდებოდა. მარტო გარეგნული და ზედაპირული მსახურება იყო ღვთის თვალში და ადამიანთა ცხოვრებაში, რაც ღმერთის წინაშე ეს გამართლებული და მისაღები არ იყო. და იმიტომ უთხრა ნიკოდემოს, რომ იქნება ამაზე დაფიქრებულიყო და იქნება ისრაელის მოძღვარს რაღაცა სწავლება ან მიმართულება გაეტარებინა ზეციდან შობაზე. მთელი ებრაელობა იყო ზეციდან შობის გარეშე. და მათ მარტო ჰქონდათ რჯულის კანონები, შესწოდა იმრუშა არ იყო ის საქმეები და შესრულებული მცნებები. ესევე იყო განაჩენი რა? სიკვდილი და ჩაქოლვა. მაგრამ იესო ქრისტემ ძალიან ბევრი რამე შეცვალა და ბევრი რამე სიახლე მოიტანა მან. და ამიტომ ვიძახით, რომ ქრისტეს განვლილ ცხოვრებას და იმ დღესასწაულებს, რასაც ჩვენ ავზეიმობთ და ავღნიშნავთ, ჩვენსა და მთელი საქრისტიანოს. ეს მარტო კალენდარული ერთდღიანი დღესასწაულები კი არ არის. ეს არის ქრისტეს განვლილი ცხოვრება. ეს არის დღევანდელ დღეს ჩვენი და ყველა მისი მორწმუნის ყოველდღიური ცხოვრება. ქრისტეს შობა მოიტანა ხელახლაშობა, განახლებული ცხოვრება და მდგომარეობა ქრისტეში. და ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. უფლის სიტყვიდან და სულიწმინდის, რა თქმა უნდა, შთაგონებით. და კიდევ ამასთან დაკავშირებით ყველა ის მომავალი ცხოვრებისეული განვლილი გზა, რაც იესო ქრისტემ გაიარა, ეს პირდაპირ კავშირშია დღევანდელ დღეს ყველა ქრისტიანის ცხოვრებაში. თუნდაც გამოცდა, ვიცით რომ იესო ქრისტემ გამოცდა გაიარა, ხო? 40 დღიანი მართვის შემდეგ და გაიმარჯვა ამ გამოცდაზე და განსაცდელზე ეშმაკთან. ჩვენ ვიცით რომ მის ყვალზე მთელი მისი მორწმუნე ქრისტიანები პირველი საუკუნიდან მოყოლებული მაშინ უფრო საშინელი განსაცდელები და გამოცდები იყო. და დღემდე გავდივართ ამას ჩვენ. ზოგჯერ შეიძლება ეს ადამიანურად და ფიზიკურად და ცხოვრებისეულად შეუძლებელი იყოს და აუტანელი იყოს, მაგრამ დიდება უფალს ქრისტესთვისაც იყო ის გამოცდა აუტანელი და შეუძლებელი ფიზიკურად, მაგრამ მან გამარჯვებით გადალახა, გამარჯვებით გადაიარა, გამარჯვებით გავიდა ამ გამოცდის წინაშე და დაამარცხა მაშინ ის მაცდური და სატანა. ამიტომ ჩვენ შემთხვევაშიაც ესე ხდება. გავდივართ განსაცდელებს, გამოცდებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მარტონი არა ვართ. ქრისტეა ჩვენთან. ქრისტეა ჩვენს გვერდით, ჩვენს ირგვლივ და ის არის ჩვენი წინამძღოლი და გამარჯვებული ღმერთი, რომელიც ჩვენ გაგვამარჯვებინებს. და კიდევ რომ ბევრი აღარ გავაგრძელოთ ამაზე, ყველა დღესასწაულები, იგივე ნათლისღება, ქრისტე მოინათლა, ანალოგიურად ჩვენც მივიღეთ იესო ქრისტეს მიერ დატოვებული ეს ნათლობა, სახარების რწმენით ნათლობა, რომელიც არის აუცილებელი, რომელიც არის განსხვავებული ამ ტრადიციული ნათლობისაგან, იმიტომ რომ სახარება ესე გადმოგცემს, იმიტომ რომ იესო ქრისტე 30 წლის ასაკში მოინათლა. რადგანაც მაშინ იყო ეს ზრდასრულობის ასაკი მიღებული და ყველაფერში ჩვენ ხედავთ, რომ სახარებიდან გამომდინარე მის გზაზე, მის ფეხ და კვალ მივდივართ, ყველა ფეხის ნაბიჯზე აბსოლუტურად. თუნდაც გარდასახვა ავიღოთ. იესო ქრისტე რო გარდაისახა. პეტრე, იაკობი და იოანე რო განსხვავებულები დარჩნენ და იქიდან ჩამოსვლა არ უნდათ. ჩვენ ვიცით, რომ დადგება დრო, როცა ჩვენს გარდავისახებით ქრისტესთან ერთად. ამას პავლე ამბობს კორინთელთა წერილში, თესალონიკელთა წერილში, რომ ჩვენ შევიცვლებით, ჩვენ გარდავისახებით ქრისტეს დიდებაში, ქრისტესთან ერთად მარადიული დიდებისთვის და მარადიული ცხოვრებისთვის. ეს არის უფლის სიტყვა და არა ადამიანური სიტყვები ესა და კიდევ ბევრი რამ
თუნდაც ავიღოთ ჯვარცმა იესო ქრისტესი, რომელმაც მან ყველაზე მწარე გზა და მტკივნეული გზა გაიარა თავისი მსახურების ბოლო პერიოდში. გეცემანის ბაღიდან, რომ შეიპყრეს და დაიჭირეს და მერე წაიყვანეს სატანჯველად და საწამებლად. და მან საბოლოოდ იგემა სიკვდილი ჩვენს გამო, ცოდვილი კაცობრიობის გადარჩენის გამო. და მან ეს შეძლო ბოლომდე. და აი ამაში რა კავშირია? ეხლა შეიძლება იკითხოს ადამიანმა, ქრისტე იყო, კი ბატონო, მან იტვირთა ეს ჯვარი, ეს ტვირთი ცოდვებისა. მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ. მაგრამ რა წერია გალატელთა წერილის მეხუთე თავში, 24 მუხლში. გონი ესია, რომ ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აწვეს თავიანთი ხორცი და ცოდვები ქრისტესთან ერთად. ზუსტად ესე წერია. და ეს ნიშნავს იმას, რომ ქრისტეს ჯვარცმაშიაც კი ჩვენ გვაქვს კავშირი. მაშინ კი არა დღევანდელ დღეს, ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენი ცოდვების უარყოფის შედეგად, ჩვენი ცოდვების უარყოფით, დაგმობით, აღიარებით ქრისტეს წინაშე, ღმერთის წინაშე, მონანიებით და უარის თქმით. ჩვენ ჯვარს ვაცვით ჩვენი საკუთარი სხეული ცოდვისათვის და ამ ცოდვიან გულისხმებთან ერთად. და მოვკალით ერთხელ და საბოლოოდ. ჩვენ ვიცით რა არის ცოდვა. უფლის სიტყვიდან, რა მოიტანა თავიდან ცოდვა და როგორი კვალი დატოვა. და დღეს ცოდვა რა საფრთხე არის, რა საფრთხეს ნიშნავს მთელი ცოდვილი კაცობრიობისთვის. რომ ის ემუქრება თითოეული ადამიანის სულის მარადიულ დაღუპვას და მოსპობას, ტანჯვას და წამებას. მაგრამ იესო ქრისტემ ეს შეცვალა, როგორც წერია, რომ ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, მარადიული სულიერი, მაგრამ ღვთის მადლი კი არის არა ცოდვის საზღაური, არამედ სიცოცხლე, საუკუნო. და ასე რომ ჩვენ დავიწყეთ ამაღლებასთან დაკავშირებით საუბარი და ვისაუბრეთ აქამდე იესო ქრისტეს დედამიწაზე განვლილი ცხოვრება, მისი ნაბიჯები, მისი ყოველი მდგომარეობა, განსაკუთრებული ის ეტაპები და მდგომარეობა და კავშირი მასთან დღევანდელ დღეს თვითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში და ყველა ქრისტეს ჭეშმარიტი მორწმუნის ცხოვრებაში. და ეს მართლაც ესია, სხვანაირად გვერდს ვერ აურით ჩვენა. ქრისტიანობა სხვანაირი არ არსებობს. ქრისტიანობა არის ქრისტეს განვლილი გზის გავლა კიდევ ხელმეორედ. და მართლაც ღმერთთან ერთად და ქრისტესთან ერთად შეიძლება ძნელი ყოფილა კიდევაც ან მოგვეჩვენოს, მაგრამ როცა უფალი იესო ქრისტე არის ჩვენთან და მისი აღთქმისამებრ იქნება კიდევაც, ყველაფერი მართლაც მსუბუქდება და ყველაფერი ადვილდება და იოლდება. რატო? იმიტომ კი არა, რომ ჩვენა ვართ ძლიერები, იმიტომ რომ ყოვლად ძლიერი და ყოვლის შემძლე და გამარჯვებული ღმერთი უფალი იესო ქრისტე არის ჩვენთან. ფილიპელთა წერილში პავლე მოციქული ამბობს მეორე თავის მე-6 მუხლიდან, ის თუმცა ღვთისხატება იყო, მიტაცებულად არ სთვლიდა ღვთის თანასწორად ყოფნას, არამედ წარმოიცარიელა თავი და მიიღო მონისხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა. დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მისცა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი, რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, ყოველმა მიწიერმა და ქვესკნელისა, ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი მამა ღმერთის სადიდებლად. ანალოგიურად ამაღლებასთან დაკავშირებითაც იგივე შეიძლება ითქვას,
რომ იესო ამაღლდა. ამაღლება არის ერთ-ერთი ძალიან სასიხარულო და მართლა სადღესასწაულო დღესასწაული. და რატო? ქრისტიანებისთვის, ყველა ადამიანისთვის, ყველა ხალხისთვის, ვინც ამას გაიგებს, ვინც ამას შეიგნებს და შეიგრძნობს, ყველასთვის არის სასიხარულო. რატომ? იმიტომ რომ უფალი იესო ქრისტე, რომელიც ზედაც ჩვენ წავიკითხეთ, რომ ის ღვთისხატება იყო, რადგანაც ღმერთი იყო და ღვთისდიდებიდან მოვიდა, მაგრამ როგორი მდგომარეობით მოვიდა? დამდაბლებული მონის ხატების მიღების მდგომარეობით მოვიდა, რომ ის იყო მსახური მხოლოდ და მხოლოდ და არა სასტიკი მსჯავრდებელი ღმერთი. ის იყო მსახური, ის იყო მოწყალე, მოსიყვარულე, პატიებელი, შემწყნარებელი, შემბრალებელი ღმერთი იყო ამ დედამიწაზე ცხოვრების დროს, რომ ყველას აბსოლუტურად უსასყიდლოდ და განუკითხავად ესარჩლებოდა, ეხმარებოდა, კურნავდა და ავადმყოფებს ჯანმრთელობას აძლევდა. და იყო შემთხვევები, როცა გარდაცვლილებიც კი და მიცვალებულებიც იესო ქრისტემ გამოიხმო სამარხიდან და ისინიც გააცოცხლა. ეს იყო მისი მადლი წყალობა და უსაზღვრო სიყვარული. და ქრისტეს ცხოვრება გაჯერებული იყო ასევე ტანჯვით, დამცირებით, უარყოფით, გმობით, როგორც უკვე ჩვენა ვთქვით და აქაც წავიკითხეთ, რომ მორჩილი გახდა სიკვდილამდე და ჯვარცმით სიკვდილამდე. გაჯერებული იყო დამცირებული მდგომარეობით ამ უღმერთო და ურწმუნო ხალხის გამო, მაშინდელი. და ვინ იყვნენ ეს ურწმუნო და უღმერთო ხალხი? ფილისტიმელები კი არ იყვნენ და წარმართი ქვეყნის ხალხი კი არა, ებრაელები იყვნენ. და იმდროინდელი რჯულისა და კანონების დამცველი და შემსრულებელი ხალხი იყო. აბრაამისა, ისააკისა და იაკობის ღმერთის მორწმუნე ხალხი იყვნენ. ბოლოს წერია, რომ ღმერთმა აღამაღლა იგი, იესო ქრისტე, ღმერთმა. გახსოვთ, იესო ამბობდა, ეუბნებოდა ებრაელ ხალხს და მის წინააღმდეგ გამოსულ ხალხს, რომ დაანგრიეთ ეს ტაძარი, თავის თავზე ეუბნებოდა და მე მას 3 დღეში აღვადგენ. და მართლა ესე გააკეთეს, რომ იესო ქრისტეს მიუძღეს სიკვდილი, მოკლეს ჯვარზე, მაგრამ აი ამ სიტყვების თანავე მან აღასრულა და მესამე დღეს აღდგა უფალი იესო ქრისტე და მთელი ამ 40 დღის განმავლობაში მოწაფეებთან იყო ხოლმე გამოცხადებული. ამხნევებდა, უთითებდა, არიგებდა, კიდევ ასწავლიდა, კიდევ მათთან იყო, რომ მისი გეგმა იყო კიდევ სამომავლო საუკუნეების შემდეგ შესასრულებელი. ერთი ისიც უნდა ითქვას სამწუხარო ფაქტიც, რომ ყველა დღესასწაული და მათ შორის ამაღლებად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან არის გაუბრალოებული. მე არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორ არის, მაგრამ მე ჩვენს ქვეყანაზე ვიძახი. ჩვენი ხალხის დამოკიდებულებაზე ვიძახი, რომ ეს არის ტრადიციული, ზედაპირული, ერთდღიანი. მოიხსენიებენ რაღაცა სიტყვიან და მე ყველას დაავიწყდება, გინდაც ამაღლება, გინდაც აღდგომა, გინდაც შობა და თუნდაც ნებისმიერი რომელიმე სხვა დღესასწაული. და ამაზე კაცშვილი არავინ არ აფიქრობს. და რო შევეკითხოთ თუნდაც აი 2 დღის უკან და რამდენიმე დღეების უკან რო ვეკითხა, რომ აი რას ნიშნავს ამაღლება? რა კავშირი აქვს, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ქრისტეს ამაღლებას? ძალიან ბევრი ალბათ გაუცხოებული თვალებით შემოვხედავდა. და ეს კითხვა იქნებოდა მისთვის რაღაცა ჩინური, ალბათ. არადა სახარება იძახის ამაზე. არადა ჩვენ ვიცით ქრისტეს ცხოვრება. ყველაფერი მისი, რაც ამ დედამიწაზე ცხოვრების დროს გაიარა. და ეს არ შეიძლება, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება, ესეთი აღიარება ფორმალური და ზედაპირული უნდა შეიცვალოს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიცვალოს. იმიტომ რომ თუ გამარჯვება ქრისტესი არ დავინახეთ ამაღლების დროს, რომ უფალი ღმერთი, ტანჯული, დამცირებული, უგულებელყოფილი, უარყოფილი და სიკვდილით დასჯილი ღმერთი,
რომ აღდგა და მან მოწაფეების წინ თვალსაჩინოდ დატოვა ეს ფაქტი, რასაც ამაღლება ქვია, ეს მართლაც აღსანიშნავია და მართლაც საზეიმოა ესა. იმიტომ რომ ჩვენი ღმერთი და ქრისტე ღმერთი არის ცოცხალი და იქნება კიდევაც და ყოველი მისი მორწმუნეც მასთან ერთად იქნება ცოცხალი და გამარჯვებული. სახარება ჩვენ გვაუწყებს მარტო ფილიპელთა წერილში კი არ წერია, ეს ლუკას სახარებაშიც წერია, საქმეთა წიგნშიაც წერია ქრისტეს ამაღლების შესახებ. როგორ მოხდა, რანაირად მოხდა, ვისთან ერთად მოხდა ესა წერია, მაგრამ ჩვენ უნდა ისიც აღვნიშნოთ, რომ მარტო იესო ქრისტეს ამაღლებაზე არ ამეტყველებს მისი ამაღლება. არამედ მის ეკლესიაზედაც ამეტყველებს. ქრისტეს ეკლესიაზეც. რადგანაც როგორც იესო ქრისტე ამაღლდა ზეცად, ძალიან კარგად ვიცით ჩვენ, რომ მისი ეკლესია, ყველა მისი მოწმუნე მასთან ერთად უნდა ამაღლდეს ზეცად. და ამაზე პავლე მოციქული ლაპარაკობს და საუბრობს თესალონიკელთა წერილში, კორინთელთა წერილში. დრო და ჟამი არავინ არ იცის, მაგრამ როცა უფალი ამას დაუშვებს, მოხდება ეს. ერთ მშვენიერ დღეს და რაღაცა ძალიან პატარა დროის მონაკვეთში, თვალის დახამხამებაში მოხდება ის, რომ ყველა ქრისტეში გარდაცვლილი და განსვენებული ჯერ აღდგება, ყველა ქრისტეში გარდაცვლილი და განსვენებული ქრისტესთან ერთად და მერე უკვე პავლე ამბობს, რომ ჩვენ ცოცხლად დარჩენილები შევიცვლებით, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს, რომ ერთად ვიყოთ სამარადჟამოდ. აი ეს არის ამაღლება ეკლესიისა, რომელიც ნაწინასწარმეტყველებია, რომელიც სახარებაში არის დაწერილი და რომელზედაც არის ნათქვამი, რომ არც ერთი სიტყვა და მძიმე და წერტილი არ გადაივლის, ვიდრე ღვთის სიტყვა არ შესრულდება. და ეს ნიშნავს იმას, რომ ქრისტე რო ამაღლდა, ჩვენ ქრისტესთან ერთად უნდა განვიცადოთ, უნდა ვეზიაროთ მის ამაღლებას. ეკლესია მისი. და ვინ არის ქრისტეს ეკლესია? ჩვენთან ერთად ყველა ქრისტეს ჭეშმარიტი მორწმუნე, ნამდვილი მორწმუნე. და არა როგორც წეღანა ვთქვით, რომელიც მარტო ტრადიციულად, ზედაპირულად, ფორმალურად და გარეგნულად აღიარებს ღმერთის რწმენას და ბაგით აღიარებს უფალ იესო ქრისტეს. ესეთი რწმენა სხვათა შორის იესომ 2000 წლის უკან შეაფასა და რა თქვა? თქვა ის, რომ ყველა ვინც იძახის უფალო, ვერ შევა ღვთის სასუფეველში, მაგრამ ვინ შევა, ვინც შეასრულებს მის სიტყვას და მისი ზეციერი მამის ნებასურვილს. ამიტომ მართლაც ყოველი ეს დღესასწაული და ქრისტეს ამაღლებაზე წაკითხული სიტყვა და თუნდაც დღევანდელი საუბარი ჩვენ გვახსენებს, როგორც უკვე ვთქვით, ქრისტეს გამარჯვებას, ქრისტეს ზეცად ამაღლებას, მის ღვთაებრიობას, ღმერთობას და გვახსენებს კიდევ და გვამხნევებს ამასთან ერთად, რომ ეკლესიაც ქრისტესთან ერთად უნდა ამაღლდეს. არ ვიცით ეს როდის იქნება, მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა მზად ვიყოთ. ამისთვის ჩვენ უნდა მოლოდინში ვიყოთ და უნდა მაქსიმალურად ვფიქრობდეთ და ვემზადებოდეთ ამისთვის. იმიტომ რომ ჩვენი სახლი დედამიწაზე არ არის. ჩვენი სახლი არის მამის სახლი, სადაც ქრისტემ თქვა, რომ ჩემი მამის სახლში ბევრი სავანია, მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ, რომ როცა მოვა, თქვენც წაგიყვანოთ იქ და იყოთ იქ, სადაც მე ვიქნები. ჩვენი სახლი ზეცაშია, მამის სახლშია, დედამიწაზე არ არის. და პავლეც ამბობს სხვათა შორის ამ საკითხზე, რომ როცა დაინგრევა ეს ჩვენი მიწიერი სახლი, ანუ ქოხი, კორინთელთა წერილში წერია, ვიცოდეთ, რომ გვაქვს გამზადებული საუკუნო სახლი ზეცაში. და ამიტომ ჩვენი მზერა და ჩვენი ორიენტაცია, მიმართულება და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უნდა იყოს მიმართული, რა თქმა უნდა, ზეცისკენ. რომ იქ დავმკვიდრდეთ და იქ დავბინავდეთ. და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ
ვიდრე ეს დღე დადგება, რომ ეკლესია ამაღლდება ქრისტესთან ერთად და ქრისტეს ამაღლება შეუერთდება, რა ხდება მანამდე? უფრო დეტალურად რო ვთქვათ, ყველა ადამიანი ცოდვიანი ბუნებით არის ერთნაირი, მეტნაკლებად. ერთნაირი ან უფრო უარესი. ყველას აქვს რისხვიანი ბუნება, ყველას აქვს უპატიებელი ბუნება, ყველას აქვს მიზღვევისკენ მიდრეკილი ბუნება, როგორ თუ ესე იგი მე ვალში არ დავრჩები და სამაგიერო უნდა გადავუხადო. ყველას აქვს ვიღაცის მიმართ სიძულვილი და ძალიან ბევრი ესეთი ცუდი გრძნობა და თვისება. და საკუთარ თავშიაც ბევრი უარყოფითი ჩვევა და თვისება აქვს. და როდესაც ხდება ამ ცოდვების დატოვება და აი ამ უარყოფით და ნაკლოვან ჩვევებზე და თვისებაზე გამარჯვება, აი ეს ამას ნიშნავს ზუსტად ამაღლება. რომ თუ ადამიანი იყო მოურიგებელი, თუ ადამიანი იყო ყოველთვის უმადური, ყოველთვის პრეტენზიული, ყოველთვის მიზეზიანი, შარიანი და აღარ არის ისეთი, ესე იგი რა მოხდა? შეიცვალა. ღმერთმა მისცა ამისი ძალა და ამისი შესაძლებლობა. და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ როგორები ვიყავით მაშინ, სანამ იესო ქრისტეს ვირწმუნებდით. რა ცოდვიანი ბუნება ქონდა და როგორი ხასიეთი და როგორი სურვილები და როგორი ცხოვრების წესი ქონდა, ძალიან კარგად ვიცით და ყველა მიცის, მარტო ჩვენ კი არა, ყველა. და მას შემდეგ, რაც იესო ქრისტე გახდა ჩვენი ღმერთი და ჩვენი უფალი და ამდენი წლების განმავლობაში ყველა ვხედავთ საკუთარ თავს, რომ ძალიან ბევრი რამე ჩვენ უფალმა დაგვატოვებინა, გაგვამარჯვებინა, შეგვცვალა, განგვაახლა. შვიდობიანები გაგხადა, მოსიყვარულეები გაგხადა, სიკეთის კეთების სურვილი მოგცა ჩვენა, დახმარებისა და მზრუნველობის სურვილი მოგცა და ძალა მოგცა ჩვენ. შეიძლება ამაზე გაგონებაც არ გვექნებოდა ამისი სურვილი, მაგრამ ეხლა ვიცით, რომ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. და ამიტომ აი ეს საფეხურები და ყოველდღიური ჩვენი ცხოვრება აი ამ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ ჩვენა, რომელიც ნიშნავს ამაღლებას ქრისტესთან. ვინც აღარ იწევლება, ვინც აღარ იპარავს, ვინც ერთგულია თავისი ოჯახისა და არ აღალატობს, ის ღმერთის თვალში ამაღლებულია ძალიან დიდად. და ვინც კიდე იცვლება და ბევრ ცოდვიან თვისებასა და ჩვევას ატოვებს და ცოდვიან საქმეებს და კიდევ მაღლდება ღმერთის თვალში. და ამიტომ აი ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენს და რა თქმა უნდა ყველა ადამიანმა და განსაკუთრებით ვინ ქრისტიანებმა უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება. ამის გარეშე რაც არ უნდა ჩვენ სასიხარულო განწყობილი სახე მივიღოთ და სიტყვები წარმოვთქვათ, გამართლებული არ იქნება და ნამდვილი არ იქნება ჩვენგან აღიარებული ნებისმიერი ქრისტიანული დღესასწაული. ეს იქნება ყალბი და ღმერთის თვალში მიუღებელი. უფალმა გვაკურთხოს, ღმერთმა დაგლოცოს, რომ ჩვენ, რომლებიც წარმოვადგენთ ქრისტეს ეკლესიას, ერთად განახლებული მდგომარეობით გავაგრძელოთ სვლა და ქრისტესთან ერთად ცხოვრება და მსახურება, რომ ჩვენ იმ დღეს ავმაღლდეთ, როგორც უკვე ვთქვით, როგორც ეს არის დაწერილი წმინდა წერილებში. დიდება გქონდეს უფლის სახელს. ამინ.